საღამომშვიდობისა მეგობრებო, უпроსტად ღამემშვიდობისა. დღეს ასე გვიან მოვიცალე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ ჩამოწერა თქვენთვის გაშლა. ასევე მინდა დავიწყოთ ხოვნით დღევანდელი ვიდეო. მეგობრებო, იცით რომ მე ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი და მაქვს შექმნილი ჩემი Facebook გვერდიც. ახლა ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გავააქტიურო ის გვერდიც და ბევრი პოსტები ავტვირთო ხოლმე ურთიერთობებთან დაკავშირებით და ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს გვერდს. ლინკს მივუთითებ კომენტარებში და შეგიძლიათ გადახვიდეთ და გამოიწეროთ ჩემი Facebook გვერდიც. ახლაც მაქვს ატვირთული კონკრეტული პოსტი, რომელიც შეეხება კაცთან ურთიერთობაში ეგრეთ წოდებულ red flag-ებს და შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ჩემი ჩამოწერილი red flag-ები და თქვენ რას დაამატებდით ამ ყველაფერს. ძალიან მაინტერესებს და გამიხარდება თუ დამიწერთ კომენტარებში რა red flag-ებს დაამატებთ კაცთან ურთიერთობაში თქვენ რა გაქვთ. ეგრეთ წოდებული წითელი დროშები საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. კი ბატონო, დავიწყოთ დღევანდელი გაშლა. ხო, წინასწარ მადლობას გიხდით ყველას, ვინც გამომიწერთ Facebook გვერდზე. და ესე იგი, ჩვენი დღევანდელი თემა იქნება ასეთი. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვით მისი სახელი და გვარი. აი ამ ლაპარაკის დროს ისე მიცვივა კარტები. ნახოთ რა იქნება. თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ რა მოსწონს მას თქვენში. ჯერ გავარკვიოთ ვინ არის ეს ადამიანი. რამდენად რეზონირდება თქვენზე და თქვენ და მის ურთიერთობაზე. სწორად. ვინ არის ის ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? გავიგოთ აბა. ვიტყოდი ამას, ვინც ქალბატონები მიყურებთ. ეს ადამიანი თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება საკმაოდ დიდ ტრანსფორმაციას განიცდის ახლა. და ამ წუთას არის საკმაოდ დიდ ფიქრებში, ეჭვებში, აი რაღაცა შიშებშიც შეიძლება, ანუ ძალიან დიდ ტრანსფორმაციაში ეს პიროვნება. ასევე ვიტყოდი იმას, რომ თუ ქალბატონები მიყურებთ და მამაკაცი ჩაიფიქრეთ, ეს ადამიანი საკმაოდ ფემინურ ენერგიებშია. და რას ნიშნავს, როდესაც მამაკაცი არის ფემინურ ენერგიებში, ხო? რას ნიშნავს და აი ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ანუ ცოტა უფრო ძირითადად გადაკრავს ქალური ენერგიები. ანუ თუნდაც აი მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ არის ურთიერთობაში, ქალზე მეტად იფასებს თავს. ქალზე მეტად ითხოვს ყურადღებას, ზრუნვას, მოვლას, აი რაღაც ესეთ ენერგიებშია. ასევე შეიძლება იყოს ისეთი პიროვნება, ესეთ ფემინურ ენერგიებში, რომელიც არის
დაოჯახებული მამაკაცი მაგალითად და ძალიან უყვარს სახლში აი ქალის საქმის კეთება, ეხმარება მეუღლეს. აი რაღაცა ესეთ არ უკან არ იხევს ესეთი საქმების კეთებაზე. ხო. აი ასეთი. ასევე ეს პიროვნება ამ წუთას საკმაოდ დიდ ბრძოლებშია საკუთარ თავთან. დიდი ბრძოლების გადალახვა უწევს და ვიღაცები საკმაოდ იცი როგორი ინსაიტი მომდის, რომ აი სულიერებას აწვევიან უფრო მეტად რაღაცნაირად აი ესეთ სულიერ ტრანსფორმაციაში ეს პიროვნება შეიძლება ვიღაცები მედიტაციებსაც ატარებენ და ან ეკლესიაში დადიან და ლოცულობენ, აი რაღაცა ესეთ სიტუაციაშია. თუმცა საკმაოდ ემოციურ და ფემინურ ენერგიებში მე ვიტყოდი. ვინც მამაკაცი მიყურებთ, ეს ადამიანი შეიძლება იყოს დაოჯახებული, ან ქონდა ადრე ოჯახი და ყავს შვილი, ან რაღაცა ესეთ სიტუაციაშია. საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ მეოჯახე და აი ასევე შეიძლება იყოს პიროვნება საკმაოდ მზრუნველი, აი დედობრივი ფიგურა, რაღაცნაირი გულუხვი, აი ადამიანი, ქალი, რომელსაც მართავს გული და არა ტვინი, მართავს ემოციები. ასევე ადამიანი, რომელსაც უყვარს ძალიან ცვლილებები და შეიძლება ზოგჯერ საკმაოდ არასტაბილური იყოს. ხო. ეს არასტაბილურობა შეიძლება ვთქვათ მამაკაცებს, ანუ მასაც ქალები ვინც მიყურებთ და ჩაიფიქრეთ მამაკაცი, ისიც საკმაოდ ცვლილებების მოყვარული პიროვნება და ურთიერთობაში შეიძლება იყოს საკმაოდ არასტაბილური პიროვნება. ამ წუთას ყველა შემთხვევაში ვინც მიყურებთ, ვინც ჩაიფიქრეთ, უბრალოდ ყველას ანუ რეზონირდება ამით ყველაზე, რომ არის საკმაოდ ტრანსფორმაციულ პერიოდში და ბევრი რამე იცვლება მასში. ხო. კარგი. მოდი გავიგოთ რას ფიქრობს ეს პიროვნება თქვენზე. თუ რა კითხვა დავსვი? ხო, რა მოსწონს, უბრალოდ ეს ვიკითხე, მგონი ამერია. რა მოსწონს აი ამ პიროვნებას თქვენში, აბა გავიგოთ. ვინც ჩაიფიქრეთ ახლა? მე მიყვარს ბევრია შეხვდა ძალიან და ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ ძალიან კარგად გადავჩეხო კარტი. ვინც ჩაიფიქრეთ ახლა რა მოსწონს ამ პიროვნებას თქვენში, აბა გავიგოთ. აი კიდევ ამდენი ამჭი გადავჩეხე და იმპერატრიცა ამოვიდა. ვიტყვი იმას, რომ თქვენ მისი თქვენდამი დამოკიდებულება არის ის, რომ მისთვის ხართ ადამიანი, ქალებზე ვიტყვი ახლა და მამაკაცებმა თქვენზე გადაიტანეთ. მისთვის ხართ ქალი, დედობრივი ფიგურა, ზრდასრული, აი იცი როგორი შეხედულობა აქვს თქვენზე? აი არისტოკრატული პიროვნება ხართ და ეს ძალიან მოსწონს თქვენში. ასევე თქვენ შეიძლება იყოთ რაღაცის მმართველი, ან თუნდაც ბიზნეს ლედი,
ხართ ვისაც შვილები გყავთ ძალიან მზრუნველი დედა ხართ მხარში უდგახართ თქვენ შვილებს ასევე გაქვთ იმის უნარი რომ მხარში დაუდგეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებსაც საკუთარ თავსაც კი ასევე ხო თქვენი რა მოსწონს თქვენში ასევე თქვენი მენტალური მდგომარეობა ძალიან კარგია, კარგად არის განვითარებული, კარგი მოაზროვნე ხართ მისთვის, ანუ მას ეს მოსწონს თქვენში. ასევე საკმაოდ ისეთი ხართ მშრომელი პიროვნება, ის სულ რაღაცას აკეთებთ და ამ ესე უაზროდ კი არ აკეთებთ უბრალოდ თქვენ ისეთ საქმებს აკეთებთ, საიდანაც ფულს გამოიმუშავებთ და შეიძლება ცოტა ისეთი ტიპაჟი ხართ, აი ცოტა ეჭვიანი და რაღაც ამ ეჭვების გამო გონიათ ხომ რამე არ გამოვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამარჯვებული გამოდიხართ და ეს ყველაფერი ეს ხასიათი და აი ესეთი რომ ხართ ძალიან მოსწონს თქვენში. კარგი, კიდევ რა მოსწონს თქვენში ამ პიროვნებას? ხო, აი, სულ რაღაცა პენტაკლები ამოდის. კი. ასევე ის ფიქრობს თქვენზე, რომ საკმაოდ მიზანდასახული, ხო, აი ეს სიტყვა მომდის ახლა. თავდაჯერებული, აი ოჯახის ადამიანი ხარ რაღაცნაირად, ოჯახზე მზრუნველი. ასევე ფიქრობს, რომ საკმაოდ მოგწონთ საკუთარი თავი და ზრუნავთ კიდეც თქვენს თავზე და ეს ადამიანი საკმაოდ მოჯაჭვული არის თქვენზე, მაგრამ ესეც კი მოსწონს. ფიქრებით თუ ახლა ერთად არ ხართ, ეს ადამიანი ფიქრებით არის თქვენზე მოჯაჭვული, ან ემოციურად. და უარზე არ არის, ძალიანაც მოსწონს ეს ყველაფერი. ასევე ვიტყოდი იმას, რომ ვიღაცები შეიძლება საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილი პიროვნებები ხართ, საკმაოდ და მოსწონს ეს მას თქვენში, საკმაოდ კრეატიული და ისეთი აი მეორთ მომივიდა ეს სიტყვა მიზანდასახული, ვიღაცაზე ძალიან რეზონირდება ეს, აი ძალიან მიზანდასახული პიროვნებები ხართ რა და უზომოდ მოსწონს თქვენი ცხოვრების სტილი. აი რასაც აკეთებთ, შეიძლება რაღაცა პატარა ნაბიჯები გადადგათ, მაგრამ ამ პატარა ნაბიჯებმა მოგიტანოთ რაღაცა დიდი, უფრო მეტი. მაგრამ თქვენ რაღაცა ესე გაჩერებული არ ახართ, სულ რაღაცას აკეთებთ მუდმივად და ეს ძალიან მოსწონს მას. კიდევ რა მოსწონს თქვენში, ვნახოთ. კიდევ რა მოსწონს თქვენში ამ პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ. წეღანაც ეს ვიტყოდი იმას, რომ ეს ადამიანი თქვენ აღგიქვავთ როგორც ღვთის საჩუქრად, გამართლებად. გამართლება გონია ამ ადამიანს, თუ თქვენ შეხვდით, თქვენ რომ შეხვდით უბრალოდ. ეხლა შეიძლება თქვათ, რომ ეს არასდროს უთქვამს ჩემთვის და არც ვერც ვგრძნობ ამ ყველაფერს, მაგრამ თუ ენერგეტიკულად ფიქრობთ, რომ ეს გაშლა თქვენზე არის, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენი სახით ძალიან გაუმართლა, რომ თქვენთან აქვს ან ჰქონდა კონტაქტი. ეს ადამიანი აღგიქვავთ ძალიან აი გამოცდილ პიროვნებად პირველ რიგში. თავდაჯერება, ანუ ეს გამოცდილება
საკმაოდ მძიმე იყო შეიძლება თქვენთვის, მაგრამ აი იცი როგორ გაგხადათ, აი გაგაძლიერეთ ამ გამოცდილებამ და აი რაღაც ესეთი ყინულის დედოფლად გაქციათ თითქოს რა, აი ძალიან მომენტებში ძალიან ცივი ხართ, სხვათა შორის მინდა გითხრათ, ანუ შეიძლება მისთვის ხართ ესეთი ცივი, ძალიან გონებით საზღვავთ ყველაფერს და არა ესე ემოციებით და გრძნობებით და გულით, ძალიან მიწიერი ადამიანი ხართ ასევე მისთვის, აი მატერიალურ სამყაროს უფრო ყურადღებას აქცევს ვიდრე ემოციებს და გრძნობებს მოკლედ. და გადართული ხართ ყოველდღიურობისკენ და ყოველდღიური საქმეებისკენ რა, უფრო წვრილმანებში ეძებთ ბედნიერებას, ასე ვთქვათ. შეიძლება ეს ადამიანი თუ არის თქვენი დიდი ხნის ნაცნობი, შეიძლება ფიქრობს, რომ ადრე ასეთი არ იყავით. ადრე უფრო ემოციური იყავით და ძალიან დიდი ცვლილება არის თქვენში მომხდარი და აბსოლუტურად შეცვლილი ხართ. ასევე თქვენზე ფიქრობს, რომ ანუ ხო ესეთი თავდაჯერებული ამაყი, აი რაღაც ესეთი ცივი შეხედულობა აქვს, ან ძალიან მრავალფეროვანი ხართ მისთვის და ეს ყველაფერი მოწონს. ასევე შეიძლება მომენტებში იყოთ საკმაოდ ბავშვური. რაღაცა ბავშვური ქმედებები გქონდეთ მის თვალში და ესეც კი მოსწონს თქვენში. კარგი, ერთხელაც ვიკითხავ და დავასრულებ. რა მოსწონს თქვენში ამ პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ. აქ როგორი სიტუაცია იცით, მეგობრებო, ახლა. ადამიანთან, რომელთანაც არ გაქვთ ახლა კონტაქტი, დაუშვათ ეს უფრო იმათ შეეხებათ. ამ ადამიანს თქვენში მოსწონს ის, რომ ამ ხელა მიჯეჭვილობის მიუხედავად, რომელიც ორივეს გაკავშირებთ ერთმანეთთან, თქვენ გაუმკლავდით ამ ყველაფერს, გამოხვედით აი ასეთი გაორებული, გაურკვეველი მდგომარეობიდან, რომელშიც მან ჩაგაგდოთ, სამართლიანად მოექეცით თქვენს თავს და წახვედით ამ ურთიერთობიდან. ფიქრობს, რომ გაქვთ ისე გრძნობები, მაგრამ წახვედით ამ ურთიერთობიდან და გადაერთეთ აბსოლუტურად თქვენს კარიერაზე, ან სხვა საქმეზე და არა სიყვარულზე. და სხვათა შორის ეს ამ ადამიანს მოსწონს ეს ზუსტად, რომ თქვენს თავს სამართლიანად მოექეცით. ზოგადად მეგობრებო, კაცები დიდად აფასებენ ისეთ ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავს სამართლიანად მოექცნენ. და თქვენ შემთხვევაშიც ესე მოხდა. ძალიან მოსწონს ის ფაქტი, რომ თქვენ თავი კი არ დაიტანჯეთ მასთან ურთიერთობაში, გამოხვედით აი ასეთი გაურკვეველ მდგომარეობიდან და დაბნეულ მდგომარეობიდან, რომელშიც მან დაგტოვოთ, ან ჩაგაგდოთ და სამართლიანად მოექეცეთ საკუთარ თავს. წახვედით ამ ურთიერთობიდან, გრძნობები იცის, რომ არ გამქრალა თქვენგან, ისევ გაქვთ მის მიმართ, მაგრამ თქვენ აი აბსოლუტურად მთელი მიზან დასახულობით გადაერთეთ ვიღაცა თქვენს კარიერაზე, ვიღაცა თქვენს ოჯახზე, არა სხვა ურთიერთობაზე, არამედ უფრო მატერიალურზე, აი რაღაცა მიზანი დაისახეთ და წახვედით აი ამ თქვენი მიზნისკენ. და ეს ძალიან მოსწონს ამ ადამიანს და ძალიან აფასებს თქვენში. სულ ეს იყო მეგობრებო, დღევანდელი გაშლა, დაგემშვიდობებით მე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლინკს მივუთითებ კომენტარებში, ჩემ Facebook ლინკს და ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ და ნახავთ ჩემს პოსტს და გამიზიარებთ თქვენს red flag-ებსაც,
ურთიერთობებში ძალიან მაინტერესებს ვის რა გაწუხებთ და ვის რა წითელი დროშები გაქვთ ურთიერთობაში, რის გამოც არ გააგრძელებთ ურთიერთობას. დაგემშვიდობებით ღამემშვიდობისა ყველას, მშვიდ ღამეს გისურვებთ ყველას. დროებით.